გადაცემა აგროსიახლეებია, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმყოფებით და ცოტა უცნაური გარემოა. აქ ფერმერების მარში იმართება. სტარტს მათთვის სიმბოლური უწყებიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აიღებენ და პარლამენტთან მთავარ აქციას შეუერთდებიან იმ გზავნილით პრინციპში რაც დღეს მთელ ქვეყანას აქვს. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ფერმერები ყველაზე წყნარ და ესე უწყინარ ჯგუფად აღიქმებოდა ამდენ ხანს და მათ გადაწყვიტეს რომ საკუთარი ხმა, საკუთარი პრეტენზიები ხელისუფლებას გააგონონ. ნახოთ გაიგებს თუ არა ამჯერად. ხოთ შორის ფერმერებამდე არაერთი მარში გაიმართა, მათ შორის გარემოს დამცველებით, რომლებიც არანაკლებ განაწყენებული არიან იმ ანტიდასავლური კურსით, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ რატომღაც აირჩია. ასე რომ არ ვიცი, რამდენად შეისმენს ხელისუფლება ფერმერების ხმას, თუმცა ეს სექტორი აპირებს რომ მათი მესიჯი მკაფიოდ მიიტანონ პასუხისმგებელ პირებამდე. ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ მოთხოვნებით 23 დეკემბერს ფერმერები სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მარშით პარლამენტისკენ დაიძრნენ და 28 ნოემბრიდან დაწყებულ მთავარ აქციას საერთო ეროვნულ პროტესტს შეუერთდნენ. ფერმერები მავნებლებს ბუნებაშიც ვებრძვით და პოლიტიკაშიცო. უთხრეს მარშის მონაწილე ფერმერებმა აგროსიახლეების ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს და შესაბამისადაც იყვნენ აღჭურვილნი. შესაწამლი საზურგი აპარატებით, რომლითაც ისინი საკუთარ მეურნეობებში მავნებლებს ყოველდღიურად ებრძვიან. საკუთარი გზავნილები ტრანსპარანტებითაც წარმოგვიდგინეს. აქ შეკრებილი სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები ითხოვენ სამინისტროსგან ვინმეს გამოსვლას და რამე ტიპის ახსნა განმარტების გაკეთებას ან თუნდაც უბრალოდ დალაპარაკებას, მაგრამ როგორც სამინისტროს პრესსამსახურიდან გავარკვიეთ, აქ გამოსვლას ამ ხალხთან არავინ აპირებს, ამიტომ ფერმერები ახლა შეეცდებიან მეგაფონით გააგონონ ხმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ თითოეული მათგანი ხელფასებს ვუხდით. გვინდა რომ მივმართოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვისთან ერთადაც ჩვენ ძალიან ბევრი წელია ევროპულ საქმეს და ევროინტეგრაციას ვემსახურებით. ისინი ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობდნენ მთელი ეს პერიოდი და გვინდა რომ ჩვენი ხმა მათ გავაგებინოთ. ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსთხოვეს განმარტება. რატომ რის საფუძველზე გააქტიურდა ანტიდასავლური პოლიტიკა მაშინ, როცა ისინი წლების განმავლობაში თავად დეკლარირებდნენ, რომ აშენებდნენ ევროპულ სოფელს და ევროპულ სოფლის მეურნეობას. სამინისტროსგან ფერმერების მოწოდებას შეხვედრაზე არავინ გამოეხმაურა. ჩვენ ამ აქციით უერთდებით იმ ეროვნულ მარშებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში თბილისში მიმდინარეობს. აქ ვიკრიბებით ფერმერები და საქართველოს აგრარულ დარგში ჩართული ადამიანები, ვინც მუშაობთ ამ დარგის მიმართულებით და ვისაც რეალურად ყოველდღიური და ხშირად ძალიან აქტიური შეხება ჰქონია ევროპასთან, ევროკავშირთან, იმ ღირებულებებთან, რა ღირებულებებშიც ჩვენ თანხმდებით და ერთად ვაკეთებთ საქმეს საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის. ამ პროცესში მახსენდება ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე, რომელიც გავაკეთეთ. შეიძლება ეს იყოს მაღალ პროდუქტიულობის მიმართულებით გაძლიერება, მეურნეობების მაღალ ტექნოლოგიურობის მიმართულებით განვითარება და საერთოდ ცივილური განვითარება, როგორც ჩვენაც წარმოგვიდგენია სოფლის მეურნეობაში და რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოვიწყაროთ საქართველოს იმ არჩეულ კურსს, რომელიც ჩვენი წინაპრებიდან მოდის და ჩვენ ვიცით რომ ჩვენი განვითარება სწორედ ევროპული განვითარებაა და ფერმერებისთვის საინტერესოა საერთაშორისო პარტნიორები, ის დამფინანსებლები, დონორები, რომლისგანაც საკმაოდ უხვად მოდიოდა როგორც დაფინანსება, ისე ტექნოლოგიური გადაიარაღების მხრივ მხარდაჭერებიც. ჩვენ შემთხვევაში პირველ რიგში მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის რომ მიგვეღო ინფორმაცია განვითარებული სოფლის მეურნეობებიდან. გვენახა როგორ განვითარდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების დარგები და შესაბამისად იქიდან მიგვეღო საუკეთესო
მოდელები, საუკეთესო არჩევანი, რაც გააკეთეს ევროპელმა ფერმერებმა ამ შემთხვევაში. ჩვენ ეს ვნახეთ და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ბევრი დაინერგა ასეთი მიდგომა. შესაბამისად, ეს არის უფრო თანამშრომლობა, არის უფრო მეგობრობა, როგორც მე ვამჩნევ და შესაბამისად, ამ მეგობრობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, ქართულ ფერმერს უნდა სჭირდება საკუთარი განვითარებისთვის და მე ვერ წარმოვიდგენ, როგორ შეიძლება ჩაკეტილ გარემოში დარგი განვითარდეს როგორმე ისე, რომ არ კონდეს ცდომა რომელიმე თავის მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთან, კოლეგასთან ინფორმაცია თუ არ გაცვალეს ერთმანეთთან თუ რაიმე ტიპის კავშირი არ იყოს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხარდაჭერა ყოველთვის ძალიან მიზანშეწონილი და ნიშანდობლივი იყო, თვალნათელი იყო, იმიტომ რომ ეწყობოდა ძალიან ბევრი ტური, როცა ფერმერები მიდიოდნენ სახელმწიფო ჩართულობით გასავით რომ მაღალ განხილვის რანგზე ასე ვთქვათ იმართებოდა ეს ყოველივე შეხვედრაც და საერთოდ ინფორმაციის გაცვლა ეს არ იყო უბრალოდ სტუმრად ჩასვლა და რა დაგაზარა რა თქმა უნდა ამის ფერმერს უნდა ვიმედოვნოთ პირველ რიგში რომ ეს არ შეწყდება და ჩვენი მოთხოვნაც და თხოვნას და აზრიც ეს არის რომ ეს გზა უბრალოდ უნდა გაგრძელდეს სწორი განვითარების მიმართულებით. ისე მას შემდეგ რაც ოცნებამ ძალიან გააქტიურა ეს ანტიდასავლური რიტორიკა და ეს რიტორიკა მე პოლიტიკაშიც ასახა პრაქტიკულად. რამდენად იგრძნობა ეს ფერმერულ მეურნეობებში, ანუ უშუალოდ სექტორმა რამდენად იგრძნო ეს, აი თქვა, არ ვიცი, რაიმე იმპულსები წამოვიდა. სოფლის მეურნეობა არის ზოგადად აი ძალიან გრძელვადიანი პროცესით აგებული დარგი. აღმავლობის მხრივ ისე აღმავლობა. შესაბამისად ჩვენ ყოველთვის შედეგს ხედავთ წლების შემდეგ, 7 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ზუსტად ვიცით უბრალოდ ჩვენ დღეს, როგორც 10 წლის წინ ვიცოდით იმ მომენტის გადაწყვეტილებები რა შედეგებს მოგცემდა, დღესაც ზუსტად ვიცით რომ ეს მიღებული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებული განაცხადი რომ თავად არანაირი სურვილი და ნაბიჯარი ექნება ევროკავშირის მიმართ მოლაპარაკებების განახლებისა დარგს საბოლოო ჯამში დააზარალებს. საბოლოო ჯამში მაინც საუბარი იქნება იმაზე, რომ ჩვენ ვეცდებით ალბათ ისევ საკუთარი ენერგიით, საკუთარი ძალით გავაგრძელოთ და ამ მიღებული ინერციით განვითარება და შესაბამისად რაღაც დროს ევროკავშირელ ფერმერს დაუდგეთ გვერდით როგორც თანასწორი. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფერმერების განათლების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, სუბსიდიითა და შეღავათიანი კრედიტებით ხელისუფლება ფერმერების გაჩუმებას წლებია ცდილობს. ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, იმიტომ რომ გაგვიყალბეს, იყიდეს ხმები, დაარღვიეს ფარულობა, დააშინეს ხალხი და სრულიად კატასტროფა გააკეთეს, განსაკუთრებით რეგიონებში, იმიტომ რომ რეგიონებში ფაქტიურად სრულიად გააყალბეს. სამწუხაროდ ხელისუფლებას ისეთი მიდგომა აქვს, რომ რეალურად ფერმერებს ცოდნას არ აძლევს და აძლევს სუბსიდიას, რაც რეალურად სიჩუმის აჩუმებს ფერმერს და უზღუდავს განვითარებას, გონებრივ განვითარებას და ფერმერები მაგიტო ვარ დღეს შედარებით ცოტა, იმიტომ რომ სახელმწიფოს პოლიტიკაა ეგ, რომ ფერმერი გააჩუმა სუბსიდიით. მე ვხედავ ბიძგს ფერმერებში, ახალგაზრდებში განსაკუთრებით, რომლებიც აპროტესტებენ და უნდათ განვითარება და ადარებენ ევროპას და რუსეთს ერთმანეთს. ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღატკვება, ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა, ჩვენთან კიდე ნოლზე დაბლა არის და დღეს უკვე გამოფხიზლდა მომავალი თაობაც და პრინციპში წინა თაობაც და თვლიან რომ ანუ ჩვენი მომავალი ევროპაშია და რეალურად ხო დიდი ხალხი რომლებიც მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე არიან ორიენტირებული რეგიონებში სამწუხაროდ ის ხალხი გაჩუმებულია იმიტომ რომ ხელისუფლებას ეგ მართვის მექანიზმი აქვს რომ მიუგდებს ორკაპიკს და ჩუმდება ის ფერმერი მაგრამ დღეს უკვე ძალიან ბევრი გამოფხიზდა და კრიტიკულად უყურებს ამ ყველაფერს ოდნავ გავშალოთ თემა და აი ამ აქციიდან საპროტესტო აქციიდან გავაჟღეროთ ყველაზე მწვავე პრობლემა რაც დგას დღეს სოფლის მეურნეობაში რაც ოცნებამ ვერ მოაგვარა მიუხედავად მთელი რიგი ვაღიაროთ მოდის მხარდამჭერი პროგრამების აი რა არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს სექტორში სამწუხაროდ ყველაზე დიდი პრობლემა არის განათლება მე არის ფინანსური მხარდაჭერა და
ფინანსურ ხარდაჭერა თუ არის არასწორი განაწილება ან მენეჯმენტი. ეგ არის სამი ყველაზე ძირითადი პრობლემა. მესამე ფაქტორში ცოტა მეტი გითხარით, რას გულისხმობთ არასწორ განაწილებაში, ანუ სახელმწიფო ხარდამჭერ პროგრამებში მიდის თანხა რაღაც ისე კითხვით. დიახ, ძალიან ბევრი კორუფციული ამბებია მანდაც ნაცნობობით და პლუს მაგას არც ცოდნი თუ როგორ უნდა განაწილონ ფინანსები. აი მაგალითად ერთ პროექტში ვიყავი მონაწილე და არ ქონდათ აი 100,000-იანი გრანტები ქონდათ გამოყოფილი ტექნიკისთვის და უბრალოდ პატარა ფერმერს არ შეეძლო იქ მონაწილეობის მიღება. რეალურად პატარა ფერმერებს სჭირდება ეს თანადგომა რომ განვითარდეს სოფლის მეურნეობა. დიდი ფერმერი ისედაც განვითარდება, იმიტომ რომ აქვს მას ფინანსური შესაძლებლობა რომ განვითარდეს. ორი სიტყვა დონორებზეც გითხარით და მეც აღარ შეგაწყენთ თქვენი საქმე. ხო, დონორები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. თელი ანუ თვითონ სოფლის მეურნეობას შეექმნა, სამინისტრო შეექმნა პრობლემები, რომ ფინანსები აღარ აქვს იმისთვის, რომ გასცენ და დაეხმარონ ადამიანებს და რეალურად ხო ანუ ეს შეგვიზღუდეს, ანუ ევროპასთან უარის თქმა პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ჩვენ განვითარებას ვწყებთ. ვერ გაწყვდებიან, იმიტომ რომ ეს პროტესტი არ შეჩერდება და გაზაფხულზე გვექნება ძალიან დიდი კრიზისი, რაც გამოიწვევს ქვეყნის ჩამოშლას. ჩემი აზრით ძალიან ცუდია, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის, იმიტომ რომ ესენი არიან ძალადობის გამპრაობელი და ძალადობის რეჟიმია. ჩემს ბოსტანში რუსებს არ გავახარებ. აგროსიახლეებთან ამ გზავნილით შეაფასა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ფერმერმა, კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელმა ელისო ღვინიაშვილმა. შეკრების ადგილი გადაწყვიტეთო ყოფილიყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ ცენტრი და ყველა ის პროგრამა, რაც განხორციელდა, მათი ეგიდით განხორციელდა, უპირველეს ყოვლისა, ყველა ეს პროგრამა ჩვენს ფერმერების და თვითონაც ემსახურებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციას და ამიტომ აუცილებლად აქედან უნდა დაგვეწყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ერთ საქმეს ვემსახურებოდით, მაგრამ ნუ დღეს დავდექით აი ამ რეალობის წინაშე და ეს პრობლემა, მთავარი პრობლემა რაც არის, თქვათ აი ახლა ჩემ ბანერზე, ხო? რომ ჩემ ბოსტანში რუსს არ გავახარებ, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ყველამ ვიცით რომ თავარი პრობლემა ეს გვიდგას რუსეთის და მათი იმპერიალისტური ზრახვების ზოგი მათ სამსახურში დგება მიუხედავად ეროვნებისა და პროფესიისა. ნუ ჩვენ ფერმერებმა დღეს გვინდა დავაფიქსიროთ რომ ჩვენ ეს ქვეყანა ამ ქვეყანაში დავიბადეთ, ამისთვის შრომობთ, ვიბრძვით და უბრალოდ არ გვემეტება გარუსებისთვის და გინდათ მათი რომელიღაცა კოლონიის ან რაღაცა გარე უბნად რო ვიქცეთ და დღევანდელი მასშიც ამას გამოხატავს. ნუ რა თქმა უნდა, მთავარი მოთხოვნა, რასაც უერთდებით ფერმერების, ეს არის, რომ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და აუცილებლად ეს კრიზისი უნდა განიმუხტოს და კრიზისი უნდა განმუხტოს სვადამდელმა არჩევნებმა. იმიტომ რომ ჩვენ საუბარ სექტორი როგორ ხედავს? რამდენად რეალურია დღეს ამ გადასახებიდან ახალი არჩევნების ასე ვთქვათ დანიშვნა? თუ გავითვალისწინებთ მათ ეს ვთქვათ ხის დამოკიდებულებას, არანაირი არჩევნები არ იქნება. დიახ, აი ახლა ჩვენ ახლა რაც შეეხება სექტორს, ხო, ნუ ახლა რასაც მთავრობის წევრები განცხადებებს აკეთებენ, მაგას თქვენც ხედავთ, მაგრამ დღეს ჩვენ მოვედით სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ეხლა თქვათ მე პირადი კონტაქტები მათი და პირადი გასაუბრება არ მქონია და დღეს მაგიტომაც მოვედით რომ მათი აზრიც გავიგოთ. თუმცა ინდივიდუალურად ბევრი მათგანი მიტინგზეც დამინახავს, მათი საპროტესტო კომენტარების და პოსტებიც მინახავს, ისინიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და მე ესე მჯერავს, რომ ჩვენ აქ უბრალოდ იმისთვის კი არ მოვედით, რომ მათი არ გვჯერავს ან რაღაცა პროტესტს უცხადებთ მათ. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანი ერთ საქმეს ვემსახურებოდით რა და აი ხა დღეს რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის დეპარტამენტის საიტზე შევიდეთ, აჭრელებულია, შეიძლება 20-40-მდე პროექტი იდოს, ბოლოში მითითებულია, რომ აფინანსებს ევროპა, ამერიკა, სხვადასხვა დონორები, ანუ სიტყვა სოფლის მეურნეობა და ფერმერი რომ გაჩნდა ჩვენს რეალობაში, ხო, ეს თავიდან ბოლომდე არის დასავლეთის პარტნიორების დამსახურება და ელემენტარულად მე ცუდად არ ვამბობ, მაგრამ მათი ხელფასებიც ამ ფონდებიდან იფარებოდა. ყველა კანონპროექტის შესწავლა, განხორციელება, წინასწარი ანალიზი, ანუ ის ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან ამაში და ნუ პრემიერად წოდებულმა და კიდე დანარჩენება ეგეთი განცხადება გააკეთეს, რომ აი, კაცო მოვაწერთ დადონ მაგიდაზე და ჩვენ ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ და ახლა ბურთი მაგათკენ არის. არა ბატონო, ბურთი ძალიან დიდი ხანია ჩვენსკენ არის, იმიტომ რომ
მთელი აი ეს ამდენი წელი მილიონობით ევრო დაიხარჯა ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენი ევროინტეგრაცია მომხდარიყო და არანაირად ჩვენი დამონება ან კოლონიზაცია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდა ქართული რეგიონის გაძლიერებას, გინაც ქალების გაძლიერებას ცოდნით, კანონებით, ტექნიკით, ნერგით და აი ეს ყველაფერი მაგ მიზანს ემსახურებოდა, რომ ქართველ ფერმერს შეძლებოდა, რომ შესულიყო ევროპის ბაზარზე. და ეს უწყება ზუსტად მაგას ემსახურებოდა ამდენი ხანი რა და მე ვფიქრობ, რომ მათაც უბრალოდ რადგან მაინც საჯარო სამსახურში არიან, შეიძლება რაღაცას ერიდებიან, მაგრამ ნუ ახლა მაგის სიდრო უკვე აღარ არის რა, ისის წესით ჩვენთან ერთად უნდა დადგნენ, იმიტომ რომ ჩვენზე მეტად გააზრებული ხო ქონდათ აი ამ რეგიონის განვითარების პოლიტიკას ხო ეს ხალხი წერდა ევროინტეგრაციას და DCFTA-ს ხო ეს ხალხი უწევდა პროპაგანდას და მე არ ვიცი ისინი მე არც მინდა ვიფიქრო რომ ისინი სხვაგან დგანან ახლა უბრალოდ მოვიდა მომენტი რომ ეს ხმამაღლა დააფიქსირონ უსამართლობასთან ერთად ელისო ღვინიაშვილი მთავარ გამოწვევად იმას ასახელებს რომ პასუხისმგებელი პირები მოქალაქეებს არ უსმენენ ღვინიაშვილს ეს მამნე პრაქტიკა საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი და ამბობს, რომ დიდი დაშორება მოქალაქესა და საჯარო სექტორს შორის ყოველთვის ცუდად, ადრე თუ გვიან დაუმორჩილებლობით მთავრდება. აი ეს პრობლემა აქვს სექტორსაც და მთელ ქვეყანასაც რა, რომ არ უსმენენ ადამიანს. ანუ რეალურად თითქოს შეხვედრები არის, თითქოს ყველაფერი არის, მაგრამ შედეგზე, აი როგორ არის, იცით, მე მაგალითად ვარ ერთი ფერმერი, რომელიც საკმაოდ აქტიური ვარ. ჩემ პრობლემაზე, ოღონდ რომელიც არ ყოფილა ჩემი და რომელიც იყო ძალიან ასობით ფერმერის, ხო, რა დონეზე არავა მაქვს დალაპარაკები, ყველა ფორუმზე არ მეზარებოდა და აი ესე წინ დაუდგებოდი და ამ თემებზე მივანიშნებდი, თითქოს გვხვდებიან და ასე თქვათ ფასადურობა ესეთია, რომ რა თქმა უნდა ეგენი გვხვდებიან, მაგრამ არასდროს ეს არავის არ გაუთვალისწინებია. აი ეს პრობლემები, რაც ჩვენ გზადაგზა გვხვდებოდა და მათი დამსახურება იყო. აი რო ვეკითხებოდი, რომ აი ეს რო გააკეთე, ხარ ამაზე პასუხისმგებელი, ერთი ბოდიში მაინც მომიხადე, აი ზოგჯერ, ნუ ესე აგრესია მოდიოდა ხოლმე, რომ რა ვერ გაგიგიათ, რომ არ ცხოვრობთ თქვენ ახლა რაღაცა სრულყოფილ სახელმწიფოში. მე ჩემი თქმა იყო, რომ იცი რა, ბოდიში მაინც მოიხადე და თუ ბოდიშს ვერ ბედავ, უბრალოდ თქვი, რომ წუხვარ. ანუ მე მაქვს საუბარი ხელმძღვანელ პირებზე რა. მათ სიტყვა წუხვარაც ვერასდროს ვერ შეძლეს და ვერ გაბედეს რა და აი ეს ძალიან დიდი დაშორება ადამიან მოქალაქესა და საჯარო სექტორს შორის ყოველთვის აი ამით მთავრდება რა. ანუ პირველი რაც ნიშანდობლივი იყო, ჩემთვის ყოველთვის ეს იყო. უსამართლობა და რომ არ უსმენენ ადამიანს. სანამ მარში დაიძრებოდა ადგილზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაძაბულობაც იყო. საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს მოსთხოვა ფეხით სავალ ნაწილზე დარჩენილიყვნენ. სამანქანო გზაზე არ გადასულიყვნენ. თუმცა აქციის მონაწილეებს ბანერის გასაშლელად მათი მითითებების დარღვევა მოუწიათ. არ გიზღუდავ, კანონი დაიცვა და ისე ჩაატარე. რომელიც უნდა გავშალოთ. თქვენ უნდა დაიცვათ და თქვენ არის დამშვიდი რა. რაოდენობა თქვენ. თქვენ არ აქ იმიტომ. აქ 20 კაცით ვერ გადაგიწევთ. თქვენ არ დამშვიდი. როცა საჭიროება ჩვენ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გზა დაიგებს თქვენ არ იღებთ. დამშვიდი. სანამ მოქალაქეები და სამართალდამცავები ამ საკითხს არ ყოფდნენ, მე ერთი ინტერვიუს ჩაწერა მოვასწარი. მონაწილეთა შორის ძალიან ბევრი ნაცნობი სახეა, ერთ-ერთია ქალბატონი მარიამ ჯორჯაძე, მოგესალმებით ქალბატონ მარიამ, ჩაგვეწერეთ თუ შეიძლება 2-20 სიტყვა გითხარით, ეს არის ელკანას ხელმძღვანელი ბიოლოგიურ მეურნეთა ასოციაციის ხელმძღვანელი. ქალბატონო მარიამ, რა არის დღეს თქვენი სათქმელი აქ ელკანას სათქმელი ამ აქციაზე და ზოგადად როგორ შეაფასებდით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს? სათქმელი საერთოდ ძალიან ბევრი გვაქვს და ამის შესახებ საუბარი ჯერ კიდე ჩვენ იმ დროს დავიწყეთ, როდესაც პირველად შემოაბრუნეს რუსული კანონი და მაშინ ვამბობდით უკვე ვაფრთხილებდით როგორც საზოგადოებას უყოლას არა მარტო მე პირადად, არამედ ჩვენი ორგანიზაციის წევრები, მეურნეები, ხშირ შემთხვევაში ეს მეურნეები, ფერმერები არიან გარიყული პოლიტიკიდან და ფიქრობთ ჩვენი მთავრობა ყოველ შემთხვევაში მათ ისე უყურებთ, რომ მათ მხოლოდ რაღაც სუბსიდიები აინტერესებთ და ამაზე ცდილობენ, რომ
ისინი ასე ვთქვათ მოიტყუონ, მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა. ყველა მეურნე არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომლებიც ქმნიან დოვლათს ჩვენ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რა ზომის მეურნეები არიან, მცირე თუ დიდი, ისინი ქმნიან იმ დოვლათს, რომელიც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ უკეთესი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის და უბრალოდ იმ პოლიტიკის, თუნდაც სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის, რომელიც დღეს არის რაღაც არასწორ სუბსიდიებზე დაფუძნებული, იმის წინააღმდეგი არიან. სამინისტროსგან რომ არავინ გამოეხმაურა, ფერმერები რუსთაველისკენ გაეშურნენ. აი ასეთი გზავნილები ჰქონდათ ფერმერებს, დაიძრა უკვე მარში სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და მიემართებიან ფეხით სვლით პარლამენტთან რუსთაველზე. პარლამენტთან ისინი უნდა შეუერთდნენ მთავარი აქციის მონაწილეებს. ამით აგროსიახლეები დასრულებულია, მშვიდობიან და ევროპულ ქვეყანას გისურვებთ ყველას საგემშვიდობებით. ყველაზე ცუდად აღიქოს ბიზნესი, გაურკვევლობას და ბუნდოვანებას, იმიტომ რომ ბიზნესი დაფუძნებულია გარკვეულ გეგმებზე, გარკვეულ სტრატეგიაზე და ყველას ჩვენთაგანს გვაქვს გარკვეული დაუშვათ დაგეგმარება იმის თუ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ მათ შორის მომავლის ჭრილში. რაც შეეხება ხა თვითონ 2500-ზე მეტი ხელმომწერი ყავს უკვე იმ პლატფორმას, რომელსაც ქვია Free Business პლატფორმა. ეს ისტორიული მომენტია საქართველოს ისტორიაში, ესეთი აქტივობა ბიზნესს არ ქონია არასდროს და ამ ადამიანებმა გამოიჩინეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა. პირველ რიგში ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ჩვენს უკან ჩვენი ოჯახებია და ჩვენთან დასაქმებული ადამიანები. ხშირ შემთხვევაში ოჯახური გარემო გვაქვს ბიზნესშიც ძალიან ისეთი და აქედან გამომდინარე, აქ არის საშუალო და წვრილ ბიზნესზეც საუბარი და მსხვილ ბიზნესზეც რა თქმა უნდა. ეს ადამიანები წარმოადგენენ საკმაოდ სერიოზულ ძალას და ჩვენს ეკონომიკაში ძალიან დიდი წვლილი აქვს ამ ადამიანებს. ჩვენ დავსახეთ გეგმა და მიდის ინტენსიური მუშაობა, არ გაგიმალავთ და წუხელისაც ჰქონდა რაღაც გარკვეული მონახაზები და შეხვედრები ამასთან დაკავშირებით, თუ რა არის გამოსავალი და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ ყველამ ერთად, იმიტომ რომ ძალიან კარგად გვესმის და ვიცით რა ნაბიჯს რა მოყვება და უკვე ხელშესახებიან, მემკვდებიან ჩემი მეგობრები ბიზნესწრეებიდან და ასე შემდეგ და უკვე ფიზიკურად აისახა ეს ტურიზმის სექტორზე, ჰორეკა სექტორზე, შემდგომში ეს გადადის დანარჩენ სექტორებზე, მულტიპლიკატორის ეფექტი ქვია ეკონომიკაში და ეს როგორც ეკონომიკური ზრდა ქვეყნის ეკონომიკას ასე ვთქვათ ერთმანეთში გადადის და ერთმანეთს ეხმარება ეკონომიკური ზრდა, ასევე ეს ეხლა რაც ხდება, ეს დომინოს პრინციპით ჩამოშლის მთელ რიგ სექტორებზე დარგებს და აქ უკვე იმაზე აღარ იქნება საუბარი, ჩვენ კი არ გავიფიცებით და გაფიცვაზე აღარ იქნება საუბარი უახლოეს მომავალში. ავტომატურად გაჩერდება და ჩამოიშლება ძალიან ბევრი სექტორი, მათ შორის უკვე ლარის კურსის პრობლემა დადგება ძალიან სერიოზული, ჰიპერინფლაციაც არ იქნება გამორიცხული და აი ამის შემდეგ უკვე ხა ისე დაიხურავენ ქუდა სადაც გაიქცევიან, ხა დიდი მიხვედრა არ უნდა სადღაც წავიდნენ. მოუწევთ ამის გაკეთება, მაგრამ ჩვენ დავრჩებით უფრო დიდ, ასე ვთქვათ, ზარალში და ქვეყანა იქნება ძალიან ცუდ მდგომარეობაში, შეიძლება დეფოლტის წინაშეც აღმოჩნდეთ. ამიტომ ყველას ვალია, რომ ერთად დავდგეთ, რისიც ყველაზე მეტად ეშინია უზურპატორებს, ეს არის ჩვენი ერთად დგომა. იყო შეხვედრა გარკვეული ნაწილი ბიზნესმენებთან, ძირითადი ნაწილი ეს ხალხი იყო ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი და იქიდან ინტერესების მქონე ელიტური კორუფციის, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი იყო ძირითადი საზოგადოება იქ შეკრებილი. რა თქმა უნდა, იქ რამოდენიმე ბიზნესის წარმომადგენელი იყო ის, ვინც მათ შორის ჩემი მეგობრები არიან და მათ შორის
ძალიან წესიერი და პატრიოტული ხალხი არიან, ამაზე ყველაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ეს შეხვედრა არის, ჯერ რამხელა შეურაცხყოფა შეხვედრაზე რომ მიდიხარ და ტელეფონს ჩამოგართმევენ ელემენტარულად როგორ მივიდნენ საერთოდ მასეთ შეხვედრაზე, ან ვის ხვდებიან საერთოდ. მე პლუს მაგას თუ მიდიხარ შეხვედრაზე უნდა მოგისმინონ და იქიდანაც რაღაცა უნდა წამოიღო, ხო რეალურად და რა შედეგი დაიდო ამ შეხვედრით, ვის შეხვდნენ, რა ილაპარაკეს. ჯერ ერთი რატო უნდა იყოს აი ამ ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რატო არ უნდა ყოფილიყონ ჟურნალისტები ადგილზე, რატო არ უნდა კითხვა-პასუხი, რატომ არ უნდა მოესმინა საზოგადოებას. ეს პირველ რიგში საზოგადოებისთვის საინტერესო შეხვედრა უნდა ყოფილიყო და ამიტომ შესაბამისად როგორც ლეგიტიმაცია არ აქვს მათ პრემიერს, ისეთივე არალეგიტიმური შეხვედრა იყო ეს და რაღაც თავის კარის ბიზნესმენებს უფრო შეხვდა და რაღაცით დაამშვიდა, მაგრამ ეს დამშვიდება არ გამორიცხულია ხალხი დგას მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი უპრეცედენტო ერთობა, მათ შორის აი რასაც ახლა ჩვენ ხედავთ, ეს არის ახალი ქვეყნის დაბადება, ახალი საზოგადოების დაბადება. რაღაც პროექტები არსებობს, პროგრამები არსებობს. ჯერ პირველ რიგში მინდა ხაზგასმით თქვა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დასავლეთის დახმარებას, მარტო USAID-ის პროგრამით განხორციელებული პროექტები რა დღის და დანარჩენი კიდე რა დახმარებები შემოდის, ამაზე უკვე აღარ არის საუბარი. ეხლა კიდე სხვათა შორის მინდა ხაზგასმით ერთი საკითხიც თქვა, რომელიც ამ მდგომარეობას ეხმაურება. USAID-ს ჰქონდა $150,000 გრანტი ბაზრების დივერსიფიკაციის და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით და აი წარმოიდგინეთ თქვენ რომ უკვე საგრანტო პროგრამაშიც კი ბენეფიციარები ვერ მოიძებნა და არ მიიღო ხალხმა მონაწილეობა გამომდინარე იქიდან რომ ესეთი სიტუაცია ქვეყანაში და ეს რამოდენიმეჯერ გადაიდო ეს ასე ვთქვათ გამოცხადებული კონკურსი. მათ შორის ჩვენი კომპანიაც მეც ვგეგმავდი ამ კონკურსის შესვლას, მაგრამ აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე, პირადად მეც თავი შევიკავე ყველა კომპონენტს ვაკმაყოფილებდით, მათ შორის თანადაფინანსების, მაგრამ ჯერჯერობით არ გადავდით ეგ ნაბიჯი და ასე მოიცა დანარჩენი ნაწილიც. ეს აქ საჩუქარზე ლაპარაკი, რომელსაც ჩვენ ვერ ვღებულობთ და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ვერ ვიყენებთ, გამომდინარე აღნიშნული მოვლენებიდან და დანარჩენს რაც შეეხება, ანუ ჩვენ ექსპორტიორთა ერთობა გვაქვს მოგეხსენებათ ასოციაციის სახით და ესე იგი ძალიან დიდი ნაწილი ექსპორტიორების დაჯარიმებული ყავს შემოსავლების სამსახურს, მათ შორის რამოდენიმე მილიონი ლარით და ეს ჯარიმები ამ კომპანიებს რა თქმა უნდა აწევთ მძიმე თვითად და ვერაფერს ვერ აკეთებენ, მათ შორის ახლა ხმასაც ვერ ამოიღებენ რა თქმა უნდა ეს ადამიანები თავისთავად ცხადია, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურისგან ამხელა ჯარიმა გვაქვს დაწერილი, ეს უსაფუძვლო ჯარიმებია რა თქმა უნდა და ამ ადამიანებს ეს აი როგორ გითხრათ აი ხელოვნურად მოუფიქრეს და დააჯარიმეს იმისათვის რომ რა თქმა უნდა შეგვიძლია ჩაკონტროლონ და მათ ვერ გააკეთონ ის საქმე რაც დაუშვათ მათ ხელისუფლებას მაგ შემთხვევაში არ მოეწონება. რა თქმა უნდა ძალიან მძიმე დაისახება ამ კონკრეტულ დარგზე, ისედაც არ არის ჩვენი სოფლის მეურნეობა ფეხზე დამდგარი და ვერ ახერხებს ელემენტარულად იმპორტშემცვლელი პროდუქცია მაინც რა წარმოდა. ძალიან დიდი ნაწილი ჩვენ ქვეყანაში შემოდის იმპორტზე პროდუქცია, მაშინ როდესაც ჩვენ ექსპორტიორები ვიყავით მთელ რიგ დარგებში, ეს დარგები ჩანაცვლა მეზობელი ქვეყნებიდან და არ არის ეს დარგი მხარად ფეხზე ვერ დგას და ეს პროცესები კიდე საერთოდ უფრო გაანადგურებს და რაც არსებობს იმასაც მიწასთან გაასწორებს. ასე რომ რა ვიცი არ მინდა მე რომ უიმედო მდგომარეობა დავსახობ, მაგრამ დიდი განსაცდელი ელოდება როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას და ამისთვის ჩვენ ყველამ მზად უნდა ვიყოთ და